ამ მაგიდასთან ერთ-ერთმა ქვეყანამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას სურს ჩვენი ქვეყნის ანექსია. 16 დეკემბერს მისმა პრეზიდენტმა მოითხოვა დაუყოვნებლივ დაგვეთმო ჩვენი მიწა, ნავთობი და ჩვენი მინერალები. თითქოს ისინი მათ ეკუთვნოდეთ. მისი თქმით, თუ ჩვენ არ შევასრულებთ მის ულტიმატუმს, მისი საზღვაო ძალები მრისხანებას გამოავლენენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მდგავართ იმ ძალის წინაშე, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და მოითხოვს, რომ ვენესუელელებმა დატოვონ ქვეყანა, მიატოვონ მდინარე ორინოკო, მარაკაიბოს ტბა, მარგარიტას კუნძული, სანაპიროები, მდინარეები, ვაკეები და მთები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის განახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმას. ამას იგი რამდენიმე კვირაა გვემუქრება. ეს არის ისტორიაში მასშტაბური გამოძალვა, აგრესია და პროგრესის მიმართ გიგანტური დანაშაული, რომელიც სცილდება რაციონალურ პარამეტრს, სამართლებრივ ლოგიკასა და ყველა ისტორიულ პრეცედენტს. დავიწყებ იმით, რაც არაერთხელ მithქვამს. შეერთებული შტატები არ ცნობს ნიკოლას მადუროსა და მის თანამოაზრეებს ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად. ნიკოლას მადურო ამერიკულ მართლმსაჯულებას გაექცა. იგი უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია კარტელ დე ლა სოლისის ხელმძღვანელია. სინამდვილეში მადურომ და მისმა რეჟიმმა არჩევნები გააყალბეს. საერთაშორისო საზოგადოებას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ ძალაუფლებას, რათა შეებრძოლოს და გაანადგუროს ეს ნარკოკარტელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაუჟელად მოქმედებდნენ ჩვენს ნახევარსფეროში და ეს ყველამ იცის. ამ ნახევარსფეროს ჩვენ სამეზობლოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზულ საფრთხეს სწორედ ტრანსნაციონალური ტერორისტები და კრიმინალური დაჯგუფებები უქმნიან.